გადაწყვეტილება, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო, მართლაც უპრეცედენტოა, რადგან ამ დრომდე საქართველოს წარმომადგენელი დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი ეჭქვეშ არ დამდგარა და ასამბლეამ გადაწყვიტა, რომ დელეგაციას მიანიჭოს უფლებამოსილება შეზღუდული უფლებებით და მას დაუწესა დამატებითი პირობები, რომლის შესრულებისთვის დაუწესა ვადა აპრილამდე. ამ უახლოეს თვეებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართული ოცნებისგან ითხოვს ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღის ჩანიშვნას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ევროპულ კურსზე დაბრუნებას. გარდა ამისა, მოთხოვნებს შორის არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მოძალადეების დასჯა, რომელთა შორისაც არც ერთი არ მიუციათ პასუხისგებაში ნოემბრის მოვლენების შემდეგ. იყო საკმაოდ მწვავე დებატები, თითქმის ყველა გამომცვლელი, ვინც საუბრობდა საქართველოს შესახებ, იყო კრიტიკული ქართული ოცნების მისამართით. გაისმა სიტყვები, რომ ეს ბელორუსიზაციაა, რომელსაც რა გზასაც მიჰყვება ქართული ოცნება საქართველოში და იყო მოთხოვნები იმის შესახებ, რომ მათ უნდა დაიცვან დემოკრატიული პრინციპები და დაამტკიცონ, რომ დემოკრატიის მხარდამჭერები არიან. ამ პროცესს ესწრებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ გასაჩივრებული დოკუმენტში კრიტიკული ნაწილები, ყველა მათი შესწორება ჩავარდა, მათ მხარი ასამბლეამ არ დაუჭირა და იყვნენ ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ქართული ხალხის პროტესტის დამსახურება, ქართული ხალხის გამარჯვებაა, რომ ქართული ოცნება ამგვარად არის დასჯილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ. ამის შემდგომ იყო გადაწყვეტილება ქართული ოცნების, თუმცა მოვისმინოთ მანამდე შეფასებები, რაც სტრასბურგიდან გაკეთდა. ახალი საპარლამენტო თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებენ დამოუკიდებელი და არასანქცირებული ინსტიტუტები, არის ის მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან და დამნაშავეების დასჯასთან ერთად, რაც დღეს რეზოლუციით მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. რუსული ოცნების ყველა შესწორება ჩავარდა, ისინი დამარცხდნენ, მათ განიცადეს წარმოუდგენელი მარცხი, გაიმარჯვა ქართულმა ხალხმა. უფლება აღარ აქვს საერთოდ აი ამ დარბაზში დღეს შემოუშვეს, შეიძლება ითქვას და უთხრეს, რომ აპრილამდე თუ არ დაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი, მათ ამ დარბაზში აღარ შეუშვებენ და ევროსაბჭო არ არის ევროკავშირი. აქ იგულისხმება, რომ არის უამრავი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს მაინც და მაინც გამართული დემოკრატიული სისტემა და წარმოვიდგინოთ, რამდენად რთულია იმის მიღწევა, რომ დელეგაციას შეეზღუდოს უფლებამოსილება. პირველად საერთაშორისო დოკუმენტში ოფიციალურად გაჩნდა მოთხოვნა ახალ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც ხაზს უსვამს, რომ ქართული ოცნება არალეგიტიმურია და არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლიდან, იმისათვის, რომ ლეგიტიმური წარმომადგენლობა იქნება ეს ევროსაბჭო თუ სხვა საერთაშორისო ინსტიტუციები ჰქონდეს საქართველოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქნება გადამდები სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, ქვეყნებისთვის, როგორც სახელმძღვანელო პრინციპი, რითაც ფაქტობრივად ყველა აბსოლუტურად დაგვიჭერს მხარს ახალი არჩევნების მოთხოვნაში. ამ რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ასეც ყვეთს მათთან ყველანაირ თანამშრომლობას, ანუ უფლებამოსილება კი მიანიჭეს, მაგრამ სინამდვილეში შეუძლეს ყველანაირი უფლებები. ერთ-ერთი უფლებაც ქონათ დატოვებული, ეს იყო, რომ დარბაზში შესულიყვნენ და მოეხსენებინათ მის თაობაზე, თუ რამდენად ასრულებენ ამ რეზოლუციის ჩადებულ პირობებს. ხო და ეხლა საუბარი იმაზე, რომ თვითონ ეგენი წყვეტენ პასესთან თანამშრომლობას, სასაცილოა. იგივე საკეთებენ, რაც მანამდე გააკეთეს დახმარება, რომელსაც შეეწყვიტა ევროკავშირს და რომ გამოხდენ და უარს ამბობ დახმარებაზე, ან სოციალისტების ჯგუფიდან რო აგდებდნენ და რომ გამოვარდნენ და ჩვენ თვითონ ტოვებთ სოციალისტების ჯგუფსო, იგივე ხალხს აწევდიან, რუსული პრაქტიკა არის ეს. გუშინდელი დებატების დროს პარტნიორები ქართული ოცნების წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ და მიმართავდნენ ამგვარად, რომ ნუ გეშინიათ დემოკრატიის, შემოუერთდით დარჩით ჩვენს კლუბში, სადაც იცავენ ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ პრინციპებს და ასევე იყო გაკრიტიკებული ჩატარებული არჩევნები. პარტნიორები ეყრდნობოდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნას, სადაც ასევე ეჭქვეშ არის დაყენებული არჩევნების შედეგები და კითხვაა დასმული, რომ შესაძლოა ის საერთოდ არასახავდეს ქართული ხალხის ნებას და შესაბამისად ამ კრიტიკული ანგარიშების და ქართული ოცნების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გადაწყვიტა, რომ საქართველოში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ყველა პატიმარი გათავისუფლდეს. თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ქართულ ოცნებას მათთვის დაემტკიცებინა, რომ ისინი იცავენ დემოკრატიულ პრინციპებს, რომ ქვეყანაში არ არსებობენ და არ იარსებებენ პოლიტიკური პატიმრები და რომ არჩევნების დემოკრატიულად
ჩასატარებლად ისინი ყველაფერს გააკეთებენ. ამ სიტყვების ნაცვლად თეა წულუკიანი და გივი მიქანაძე, რომლებიც ესწრებოდნენ ამ მწვავე დებატებს, სხდომის შემდეგ ამბობენ, რომ ისინი თავად წყვეტენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობას. ქართულმა ოცნებამ მოვლენებს თავად დაასწრო და ვიდრე აპრილში გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, მათ გუშინვე რამდენიმე წუთში სხდომის დასრულების შემდეგ თქვეს, რომ თავად აღარ იმუშავებენ პარტნიორებთან ერთად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, რადგან ამბობენ, რომ არასამართლიანია ის რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა და ფიქრობენ, რომ ეს სუვერენიტეტის დარღვევაა, რომელშიც ადანაშაულებენ დასავლეთს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან წყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი. არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს. განხილვები მიკერძოებული არის და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობა არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს. მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს. ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებას საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი გამოეხმაურა. ასამბლეის საერთო განცხადებაში პრეზიდენტი ამბობს, რომ სამწუხაროა, რაც ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა კენჭისყრის შემდეგ, რადგან ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელსაც შესაძლოა გაეუმჯობესებინა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტები. ახლა მთავარი კითხვაა, რა მოხდება ამის შემდეგ. ეს არის საპარლამენტო ასამბლეის დატოვება ქართული ოცნების მიერ, თუმცა ასამბლეა თავის მხრივ რამდენიმე თვიან ვადას აძლევდა ქართულ ოცნებას და ჰქონდა ასეთი პირობა, რომ აპრილის თვეში ისინი კიდევ ერთხელ გადახედავდნენ დელეგაციის უფლებამოსილებას. ახლა კითხვაა იმის შესახებ, ეს დარჩება, უпростоრად დარჩება ასამბლეის მიერ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე, თუ საფრთხე შეექმნება საქართველოს არსებობას ევროსაბჭოს შემადგენლობაში 1999 წლის შემდეგ ასეთი კითხვის ნიშანი ჯერ არასდროს გაჩენილა და ახლა ეს კითხვის ნიშანი გაჩნდა ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო. ამის შესახებ თავად სხდომაზეც იყო საუბარი. ბრიტანეთის წარმომადგენელი, ბრიტანეთის დელეგაციის წარმომადგენელი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ცალკეულმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ დამატებითი ზომები ქართული ოცნებისთვის წნეხის გასაზრდელად და ის საკუთარ ქვეყანას დიდ ბრიტანეთს მიმართავდა, რომ საპასუხო რეაქცია უნდა ჰქონდეს დიდ ბრიტანეთსაც, იმის გამოც, რომ მათ შორის ბიძინა ივანიშვილს სიმდიდრე დაგროვებული აქვს და შენახული, დაბანდებული აქვს დიდ ბრიტანეთში. Georgian representatives საქართველოს წარმომადგენლებმა ამ კვირაში მონიტორინგის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ნათლად განაცხადეს, რასაც არ უნდა ვიტყვით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ახალი არჩევნები არ იქნება, არანაირი ცვლილება არ იქნება. ჩვენ გვითხრეს, რომ არ არსებობს პოლიტპატიმრები და არ არის სასტიკი თავდასხმა ქართული ოცნების ხელისუფლების მოწინააღმდეგეებზე. რა სახელია ქართული ოცნება? ქართველებისთვის ეს უფრო ქართულ კოშმარს გავს. მათი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადამიანებზე ძალადობა არ ყოფილა. შეხედეთ ამ ფოტოებს. დამსხვრეული სახეები და მოტეხილი ძვლები. საქართველოში ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მიმართ იყო ძალადობა. ბატონ ივანიშვილს ბრიტანეთში უზარმაზარი ქონება აქვს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა ამას გააცნობიერებს. დარწმუნებული ვარ, მასზე ზეწოლა იქნება. აქ პასეში დიდი დელეგაცია გვყავს. მეტწილად ახალი წევრები დაკომპლექტებული და ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც აქ მოისმინეს, ისინი დაბრუნდებიან სახლში და მინისტრებს თუ პარლამენტარებს ეტყვიან. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ბრიტანეთს იყენებენ სიმდიდრის მოსახვეჭად. სიმდიდრისა, რომელსაც შემდეგ თავიანთი ქვეყნის ხელში ჩასაგდებად იყენებენ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და არა უბრალოდ ჩამოვართვათ ეს ქონება, არამედ გამოვიყენოთ იგი. ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო. გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით. ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების წინსვლას.
ამ დღეების განმავლობაში ბევრს გაახსენდა 1999 წლის 27 იანვარი, როცა იმავე დარბაზში, სადაც გუშინ დებატები მიმდინარეობდა, ზურაბ ჟვანია ამბობდა ისტორიულ სიტყვებს და ასევე კიდევ ერთხელ გამოხატავდა ქართველი ხალხის არჩევანს, ისტორიულ არჩევანს ევროკავშირში დასავლურ საზოგადოებაში გაწევრიანების შესახებ და დღეს უკვე საკითხი ისე დგას, რომ ქართული ოცნება, რომელიც ახლა საქართველოს წარმოადგენს, ოფიციალურად მისი უფლებამოსილება არის შეზღუდული და ქართულმა ოცნებამ თავად შეწყვიტა საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა. არადა 11 წლის წინ ამ დარბაზში ასევე გამოდიოდა ბიძინა ივანიშვილი პირველად და უკანასკნელად მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში და ის ამ გამოსვლის დროს საუბრობდა დემოკრატიაზე, დემოკრატიულ პრინციპებზე და პირდებოდა პარტნიორებს, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ეს სტანდარტი გაეუმჯობესებინა საქართველოში მისი მმართველობის პერიოდში. დღეს კი ვითარება სულ სხვაგვარია. ახლა საინტერესოა რა გაგრძელება ექნება ამ პროცესს, ბუნებრივია პროცესი გვაჩვენებს მოვლენების განვითარებას.